წკინდა ესეთი აგურის კომუნისტური აგურის პურები გამოაცხოთ ხათოსგან გაჭრილი ნახეთ ჩია გაუკეთე გაჭრილი ნახეთ აი რო დააჯდეთ ზემოდან აი გუბკასავით არის ნახეთ აი ნახეთ ეს არის ის ცომი მაიონეზით რო ვაკეთებ ხოლმე პიცის ცომით აი ხა მიშოს გამოუცხია ესეთი აი ესეთ სასწაული პური აი სასწაული პური რომელიც აი უბრალოდ ვინ დატოვებს ასეთ პურს არ ფუჭდება ხალხო აი ორი კვირა რო იყოს აი თქვათ ბევრი რო გამოაცხო და რო იყოს ხო აი პურს ვერ გააფუჭებთ აი ჩიათი ნახეთ სეზამით როგორია ოხ ეხა დიეტაზე ანუ კარაქი ემპურს წაუსვავდი და კაი ყველით უყურეთ როგორ ვაცხობ მთელი პროცესი გადავიღე მიყვარხარ ძალიან ვისაც გინდათ ასეთი აი ასეთი პურები გამოაცხოთ ხათოსგან ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და ცომის რეცეპტი ჩასქროლეთ ცოტა ქვემოთ მიდევს აი როგორია ხათოი ნახეთ რა სილამაზეა ნახეთ გესალმებით ჩემო საყვარელო გამომწერებო აი ნახეთ ეს არის ჩემი უნივერსალური ცომი ნახეთ 3 დღეა პიცები რო გავაკეთე ნახეთ 3 დღეა მაცივარშია და აი შეხედეთ რა ნახეთ როგორია აი ნახეთ ეხლა აქ მაქვს გამზადებული ორი ფორმა პატარა და უნდა გამოვაცხო ესეთი სანდრო კირპიჩნი პურებს რო ეძახდნენ გახსოვს ხო აი ეგეთი პური უნდა გამოვაცხო და როგორ გადავახვევ როგორ გამოვაცხობ რა თქმა უნდა ყველაფერს გაჩვენებთ აი ამ ჩემი უნივერსალური ცომით შეხედეთ რა ცომი როგორია შეხედეთ სასწაული შეხედეთ გამოვიდა ორი აი ესეთი გუნდა ამოვაგუნდავი კერ გამოვიდა კიდე მაქვს რა თქმა უნდა და სულ მინდოდა მეჩვენებინა როგორ ვაცხობ ცომის პურის მასტერ კლასი ანუ თუ გინდათ რომ თქვენ აი გამოგივიდეთ ძალიან კარგი პური აი როგორ უნდა გააკეთოთ ახლა კამერა ვერ დავამაგრე მოკლედ დავიტანჯე სამაგრი გამოტყდა ერთი ხო და ახლა მინდა გაჩვენოთ როგორ უნდა გავშალოთ პური და როგორ უნდა გავაკეთოთ ახლა გავშლი და გაჩვენებთ რა ზომაზე როგორ უნდა გაშალოთ და როგორ უნდა გადავახვიოთ პური იმასაც გაჩვენებთ და როგორი გამოვა რა თქმა უნდა იმასაც გაჩვენებთ დაახლოებით 30-30-ზე აი ფორმა რა ზომისაც მაქვს სხვათა შორის აი ეს ფორმები ვიყიდე ჯიჯი ჰაუში და ნახავთ როგორ პურებს გამოვაცხობ ძალიან ისეთი ზომიერი არის და ეხა ნახეთ ეს ახლა გავშალე 30-30-ზე სხვათა შორის მე პასკასაც აი აქ მაქვს სეზამის და ჩიას მარცვლები და ესე მოვაყრი სეზამის და ჩიას მარცვლები სელიც კარგი იქნებოდა მაგრამ დაფქვილი მაქვს და ისე სელი არ აღმომაჩნდათ გაგიკვირდებათ ჩიას და სელს ვყიდულობ რა თქმა უნდა ნავთულ მეველეს 3 ნომერში აი ნახეთ როგორი ფუმფულა ცომია აი ესევე გადავახვევ ეხა ერთი ხელით მიჭირს და ეგრევე ესევე ესე გადავახვევ თავარია გადაახვიოთ და ეხა ჩავაბრძანებ და გაჩვენებთ ფორმაში როგორი გამოვა ჩავაბრძანე ფორმაში ეხა დაველოდებით ცოტა კიდე ამოფუშფუშდება ზემოდან ესე სველი ხელით რა თქმა უნდა დავნამავ და დავსერავ და ეხა მეორესაც იგივენაირად გავშლი მეორე ცომი როგორი ფუმფულაა ნახეთ იგივენაირად მოვაყრი სეზამს ის იგივენაირად გადავახვევ პურს ძალიან უხდება ეს გადახვევა და მე სეზამის და ჩიას მარცვლებს მოვაყრი და როგორ პურებს გამოვაცხობ გაჩვენებთ აი ესე აქ მაქვს წყალი ნახეთ აუცილებლად უნდა ეს გააკეთოთ და ესე აი დავნამო წყლით უბრალოდ აი ნახეთ აი ესე სხვა არაფერი არ უნდა ესე კარგად წაუსვათ აქაც ეს წყალი აუცილებლად ესე ლამაზად ესე წაუსვათ წყალი უხდება და ესე ნახეთ აი ესე ჩავსერავ აი ესე ნახეთ
იმდენად ფუმფულაცომია, რომ არის სერება, მაგრამ ესე კარგად ჩავსერავს. ესე და მოვაყრი, რა თქმა უნდა, ესე ამ სილამაზეს, სეზამის და ჩიას. აი ესე. და ეხა გამოვაცხობ 250 გრადუსი და გაჩვენებთ როგორი გამოვა. მიყვარხართ. ბიჭო რა გამოცხვა. ხო. ესეც ჩემი პურები, ნახეთ როგორია პური ჩვენი არსობისა. ნახეთ როგორი ხრამუნები მოიცა გაჩვენოთ, ამოვიღოთ. აი გამოვაცხე, მე რო გითხარი ჯიჯი ჰაუსში ნაყიდ ფორმებში და აი ნახეთ ეხა ეს როგორ არ უნდა შეჭავო, აი. ეს როგორ არ უნდა შეჭავო, პურიც არის და პურიც. ხათოს პურები, ნახეთ როგორია. აბა, შემიფასეთ ეხლა. ეს რო იყო ადრევე ძახდით ხოლმე ჩემ ბავშვობაში, აი ღრმა ბავშვობაში 70 წელს დავიბადე, მე 70-იანელი ვარ და აი ესეთი აგურის პურები, ნახეთ როგორია. უცხელი, ხა გავჭრი და შიგნიდანაც გაჩვენებთ.